გილოცავთ ახალ 2025 წლის შემობრძანებას ძალიან მალე უკვე გვექნება ის სადღესასწაულო განწყობა მთელს ქვეყანაში, რომელსაც 1 წელია ველოდებით და 1 წელში უკვე სხვა წელიწადი გვექნება. ნამდვილად ჯადოსნური პერიოდია და დღეს ღამე არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი სურვილები აქტიურად გააგზავნოთ კოსმოსში, დაიმუხტოთ პოზიტიური ენერგიით, სიყვარულის გამოხატვა, გამოვლინება ურთიერთქმედებაში. გადაცემა თქვენი სიკეთის ეს ყველაფერი გაძლიერებთ და მილოცვის დროს გამოიყოფა განსაკუთრებული დადებითი ენერგია. რასაც უსურვებ სხვას, ის აგისრულდება შენ. რასაც ინატრებს სხვისთვის, შეიძლება მოხდეს შენს ცხოვრებაში. ამიტომ მოსურვებები არ გვენანება, გილოცავთ ყველას 2025 წელს და გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ, კეთილდღეობით სავსე პერიოდს, გახარებული იყავით, ჯანმრთელები და მთელ საქართველოში შემდეგ წელს ჩვენ სიძლიერით გახარებული ერი გვენახოს. უკვე დავიწყოთ სარიტუალო მოქმედებები, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან მალე უკვე 2 რიცხვში დადგება ბედობის დღესასწაული, სადაც მეკლე მოდის, უნდა შემოყაროს ხურდები, უნდა შემოიტანოს სიკეთე ჩვენს ოჯახში და როგორ შევხვდეთ, როგორ მოემზადოთ ამ დღესასწაულისთვის. პირველ რიგში მეკლემ უნდა გაამზადოს ხორბალი, რადგან ეს არის ნაყოფიერების, კეთილდღეობის სიმბოლო. აუცილებლად ხურდები და სიტკბო, ტკბილეულობა. ძალიან სიმბოლური იქნება თუ შემოიტანს სახლში გასაღებს. არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება თავისი ამ შემთხვევაში სიმბოლური გასაღებებია, მაგრამ შემოყრის იმისთვის, რომ ყველა დაფრკოლება გაიხსნას, ყველა წინააღმდეგობრივი გზა იყოს, ასე ვთქვათ, დამარცხებული, გაპობილი, გახსნილი და შესაბამისად თავისი გულით, ემოციებით სწორად ამ შემთხვევაში გისურვებთ თქვენ. მეკლე უნდა შემოვიდეს აუცილებლად მზის პერიოდში. ეს ნიშნავს, სანამ მზე ჩავა, სანამ იქნება ეს ნათელი პერიოდი, მანამ უნდა მოხდეს ეს რიტუალი. ადრე იცოდნენ, რომ სახლის კარებს გადაკეტავდნენ, არავის არ უშვებდნენ სახლში, შესაბამისად და იყო ეს ორში მაქსიმალური მომენტი იმისა, რომ აეგრძალათ შემთხვევითი შემოსვლა არასასურველი ადამიანებისა. ნუ მოიქცევით ასე. მიანდეთ ყველაფერი კოსმოსს, თქვენს დამცავ-ძალებს და აუცილებლად ის ადამიანი იქნება პირველი, ვინცაც თქვენთვის სიკეთე და კეთილდღეობა სურს. ნუ მოერიდებით სტუმარს, იმიტომ რომ როგორც მეკლეზე, უფრო თქვენზეა დამოკიდებული, როგორი განწყობით და ემოციით იქნება, ესე ვთქვათ, როგორ ენერგიას დატოვებს თქვენ სახლში. თუ მეკლე გაძღება, ირცინებს, გაერთობა, ბედნიერი იქნება, ის აუცილებლად თქვენი ოჯახისთვის, შემდეგი წლისთვის სიკეთის მომტანი იქნება. ამიტომაც, რა თქმა უნდა, კონფლიქტი, არეულობა, ჩხუბი, დავა, გარჩევები ამ დღეს არაფრით არ შეიძლება, აქცენტი მხოლოდ პოზიტიურ გავლენებზე, პოზიტიურ ემოციებზე, ისევე როგორც მეკლესთან, ასევე სახლის ნებისმიერ წევრთან. არ შეიძლება ამ დღეს ვთქვათ ისეთი ფრაზები, როგორიც არის ფული არ მაქვს, რაღაც არ შემიძლია, ძალიან დავიღალე, ცუდად ვარ და ასე შემდეგ. ეცადეთ, რომ მინიმალურამდე დაიყვანოთ ნეგატიური გავლენები, ნეგატიური განცდები, მაქსიმალურად დამუხტოთ თქვენი ცხოვრება პოზიტივით. აი ამ დღეს არის სწორედ ის დღე, როცა თქვენ შეგიძლიათ 2 რიცხვში უკვე რამოდენიმე დღეში ჩამოხსნათ ნაძვის ხისგან საფულე, მიიღოთ ყველა ის სიკეთე, რომელიც თქვენთვის საჩუქრების სახით მოამზადეთ, გააქტიუროთ, დამუხტოთ და შემდეგი წლისთვის წარმატების მომტანი იქნება. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით უკვე 2025 წლის მანძილზე, არა ერთხელ და ბევრი საჭირო და საინტერესო ინფორმაციით. ეხლა კი იზღა დამრჩენია, რომ მთელი გულით მოგილოცოთ 2025 და გისურვოთ კეთილდღეობა და წარმატება.